დღეს დილით შემომივიდა სატელეფონო ზარი, სადაც მითხრეს, რომ 29 დეკემბერს გზის გადაკეტვა, მაშინ როცა არასაკმარისი ხალხი იყო, არის ჩემი დანაშაული და ამის გამო თურმე მანამდეც ყოფილა რაღაც სასამართლო ჩაანიშნული, უბრალოდ არანაირი ინფორმაცია მე არ მიმიღია და მითხრეს, რომ გადაიდო და ახლა 27 იანვარს 4 საათისთვის ჩაინიშნა. დიღმის ჭალების მცველი ანა ტრაპაიძე ერთ-ერთია იმ ათეულობით მოქალაქეს შორის, ვისაც საპროტესტო აქციების მონაწილეობისას სამართალ დარღვევას ედავებიან. სამოქალაქო აქტივისტი დეტალურად იხსენებს, რას აკეთებდა 29 დეკემბერს. იმ დღეს, რომელსაც გზის უკანონოდ გადაკეტვისთვის სასამართლოში მისი დაბარება უკავშირდება. დილით ვიყავი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე ორბელიანის სასახლესთან, გზა გადაკეტილი იყო ყველგან, მათ შორის რუსთაველის მოედანზეც ამ დროს გადაკეტილი იყო მოძრაობა და არაფერი არ შემიფერხებია თავად. საღამოს მონაკვეთში სახლიდან გავედი სადღაც 9 საათისკენ და 10 საათისთვის მივიდოდი ალბათ აქციაზე და შესაბამისად იქ ამ დროს უკვე გადაკეტილი არის ხოლმე ყოველთვის გზა. და მტკიცებულებები მაქვს ის გატარებული ბარათი, სამგზავრო ბარათი, რომელიც უჩვენებს რომ საათზე გავედი, საათზე გავააქტიურე ბარათი აჩვენებს რომ საღამოს ვარ სახლიდან გასული და იმ დროს უკვე ყველაფერი გადაკეტილი იყო. ყოველდღიურად ადამიანებს უკავშირდებიან და შემდგომ უკვე ეს ადამიანები ჩვენ გვიკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ სასამართლოში არის მათი საქმეები წაღებული, რაც გულისხმობს იმას, რომ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები და შემდგომ უკვე სასამართლო პერიოდულად იბარებს ამ ადამიანებს. სამართლებრივი დახმარების ცხელხაზე ამ დროისთვის 500-მდე შეტყობინებაა შესული, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ სამართალ წარმოებას უკავშირდება. ამ საქმეების განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო საახალწლო უქმეების შემდეგ კვლავ ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. დაახლოებით 200-მდე საქმე უკვე განხილულია, უფრო მეტი განხილვას ელის. ყოველდღიურად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გვიკავშირდებიან ცხელხაზზე და უკავშირდებიან ჩვენს ადვოკატებს. მათ შორის არიან დაკავებული ადამიანები, რომლებსაც ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლების ასე ვთქვათ დარღვევას, რაც გულისხმობს სრულმანხული გნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, თუმცა ამასთან ერთად საკმაოდ გახშირებული არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით საქმის წარმოების შემთხვევებით, რომელიც გულისხმობს ეგრეთ წოდებულ გზის გადაკეტვას, რაც არის თავის მხრივ შეკრების და მანიფესტაციის კანონის დარღვევა. იურისტების ინფორმაციით გზის გადაკეტვის შემთხვევაში სასჯელის სახით ძირითადად სიტყვიერი გაფრთხილება ან ფულადი ჯარიმა გამოიყენება, რომლის რაოდენობაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლოს შესული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე მაგალითად, აკრძალული მოწოდებების, აკრძალული ნივთების ქონისა და მონაწილეთა მცირე რაოდენობის მიუხედავად გზის გადაკეტვისთვის ჯარიმების რაოდენობა 500-დან 5000 ლარამდე გაიზარდა. 12, 13 და 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით რესტორან ბაბილოსთან დაკავებული დემონსტრანტების მიმართ. ბაბილოსთან მიმდინარე მოვლენების დროს მათ შორის 166-173 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზეც დაიწყო სამართალწარმოებები და საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამ მუხლებით და ამ შემთხვევის საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოებების შემთხვევაში სასამართლომ თითქმის ყველა შემთხვევაში გამოიყენა ყველაზე მკაცრი სანქცია, რაც გახლავთ ადმინისტრაციული პატიმრობა. დააკავეს, იმყოფებოდნენ იზოლატორში და შემდგომ უკვე 48 საათის განმავლობაში გადაიყვანეს სასამართლოში და როდესაც სასამართლომ განიხილა მათი საქმეები, ძირითად შემთხვევაში შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც ასეთი ინტენსივობის არ ყოფილა სხვა შემთხვევებში. იურისტების ინფორმაციით სამართლებრივი დახმარების ცხელხაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ბევრისგან გავიგე, რა თქმა უნდა, ეს ამბავი, ალბათ იმასაც მივაწევთ, რომ წლის დასაწყისია და მაინც და მაინც კარგად არ არის ჩვენი ეკონომიკა, კარგად არ აქვს ჩვენ ეკონომიკას საქმე, ადამიანების აღარ აქვთ იმდენი შემოსავალი და იმედები, რომ რაღაცა ფულის დაზოგვაზე არიან გადასულები და შესაბამისად ბიუჯეტი რჩება შეუსებელი და როგორ შეავსოთ და აი ესე თან დააშინებენ და თან ბიუჯეტს შეავსებენ. ვერავის ვერ დავამშვიდებ, რომ რაღაცა თუ სახში
იქნები, შეიძლება მაინც მოვიდეს შენთან სისტემა და მაინც გამოგიწერონ, გიპოვონ რაღაცა, რაზეც შეგედავებიან, ასე რომ მე არ ვთვლი, რომ რაღაცა განსაკუთრებული ნიშნით შემარჩიეს, თუმცა ყველა აქციაზე ვიღებ მონაწილეობას, ამას ღიად გამოვხატავ ჩემს პოზიციას ყველგან, როცა ესე თამამად გამოვხატავ შენ პოზიციას, ერთგვარად შეიძლება როგორც შთაგონების მიმცემადაც აღიქვებოდე და თქვა სამაგალითო დასჯაც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ამით მე ვერაფერს ვერ დამაკლებენ და ვერაფერს ვერ შემაშინებენ.